შინაგან საქმეთა სამინისტროს ორმაგი სტანდარტი. მოქალაქეს, რომელსაც სახლში ლოგინად ჩავარდნილი დედა ელოდებოდა და ვისთვისაც ის ერთადერთი მომვლელი იყო, სპეცრაზმელებმა სცემეს, გაიტაცეს და იზოლატორში 2 დღით ისე გამოკეტეს, რომ საშუალება არ მისცეს ნათესავებთან დაერეკა და ეთქვა, რომ დედას ვერ მოუვლიდა. ძიმე დავატყოფი პაციენტი ქალი გარდაიცვალა. ამასთან დაპატიმრებული და ნაწამები ადამიანების დიდი ნაწილი ნიღბიანმა ეგრეთ წოდებულმა პოლიციელებმა უბრალოდ გაძარცვეს. ზოგ მათგანს ფეხსაცმელი გახადეს, მოპარეს ტელეფონები, საფულიდან ამოაცალეს ფული და ასე შემდეგ. ნინა მაჩაბელი მოგუყობა პოლიციის ზღვარგადასული ძალადობის შესახებ. ნინა, რა ფაქტებს ასაჯაროებენ უფლებადამცველები? უფლებადამცველები საკმაოდ მძიმე ფაქტზე საუბრობენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბუნებრივია ამ ადამიანის იდენტიფიცირებას მისსავე ინტერესებიდან გამომდინარე არ ვახდენთ, თუმცა ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები გვიყვებიან თუ რა გადახდა ამ კონკრეტულ ერთ პირს, როდესაც ეს ადამიანი აქციების დაწყებიდან მალევე დააკავეს რობოკოპებმა და ის გადაიყვანეს შემდგომ იზოლატორში. ბუნებრივია ეს ადამიანის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო და იზოლატორში უკვე არ მისცეს იმის საშუალება, რომ დაერეკა დედისთვის, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ლოგინად იყო ჩავარდნილი. 48 საათის განმავლობაში ზარის საშუალება არ მისცეს არც სხვა პირთან, ვისაც გააფრთხილებდა, რომ ყურადღება მიექციათ დედისთვის, რომელიც მარტო იმყოფებოდა. საბოლოო ჯამში, როდესაც ეს ადამიანი გამოვიდა უკვე დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, უმძიმეს მდგომარეობაში დახვდა დედა სახლში და იმდენად რთული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ეს ქალბატონი გარდაიცვალა. ბუნებრივია ამ ერთი кейსიდან გამომდინარეც კარგად ჩანს, როგორ ექცევა სისტემა რეჟიმის წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს და აქ უბრალოდ იურისტები, სამართალდამცავების სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს უკვე საქართველოში აღარ არსებობს ადამიანის უფლებები, ვინაიდან ვუყურებთ, როგორ თელავს არალეგიტიმური ხელისუფლება მოქალაქეების ინტერესებს, უფლებებს, რომელიც წესით დაცული უნდა იყოს. ძალიან მძიმე ისტორია, რომელიც გაგვიზიარა ამ ადამიანმა, რომელიც თვითონ გადახდა თავს და როგორც მოგვიყვა, მას არ მისცეს, როდესაც დააკავეს, მას არ მისცეს საშუალება, რომ დაერეკა დედასთან, რომელსაც ის უვლიდა მარტო და მარტო ცხოვრობდა დედასთან ერთად და ამ 2 დღის დაკავების შემდეგ დედამისის სიტუაცია დამძიმდა და ცოტა ხანში გარდაიცვალა ამ ამბების შემდეგ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტორიტარული რეჟიმი დღევანდელი რეალობაა. ამდენი ისტორია ამ ერთი ადამიანის ამბის მაგალითზე ეს ხო არ არის ერთ-ერთი შემთხვევა, თუმცა მხოლოდ ერთი რო იყოს ესეც უკვე დანაშაული. უმრავლესობა ვინც მოდის გარდა იმისა, რომ თქვათ რაღაცა არაადამიანური მომყრობის მსხვერპლი გახდნენ, ცემეს და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, უმრავლესობა ამბობს, რომ წაართვეს ტელეფონი, წაართვეს გაძარცვეს, წაართვეს პირადი ნივთები. ამ ყველაფრის ფონზე არალეგიტიმური ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოში მყოფი დეპუტატები იღებენ ახალ კანონებს ადმინისტრაციულ კოდექსში, მაგალითად ახალი ცვლილებების თანახმად სამართალდამცავმა თუ ჩათვალა საჭიროდ, რომ ადმინისტრაციული წესით კანონის დარღვევას აპირებს მოქალაქე, მისი შეხედულებისამებრ შეუძლია, რომ ის დააკავოს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ის დააკავებს, არ ქონდეს განზრახული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. ამის პარალელურად ჩვენ ხედავდით, რაც ხდებოდა აქციების დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში, როგორ სცემდნენ ადამიანებს და ამ ყველაფრის ფონზე ეს ადამიანებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გაძარცვეს. ყოველ შემთხვევაში ამას ყვებიან მოქალაქეები, რომლებიც დააკავეს და რომლებიც არაადამიანური მოპყრობის ქვეშ იმყოფებოდნენ, მათ წაართვეს ტელეფონები, მათ წაართვეს ლეპტოპები, ჩანთები და ასევე ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ გახადეს ფეხსაცმელებიც. იურისტები ახლა უკვე მკაფიოდ აფიქსირებენ პოზიციას, რომ გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები აწამეს, ადამიანის უფლებები უბრალოდ ქვეყანაში დღეს აღარ არსებობს და ამას ბუნებრივია მფარველობს მმართველი პარტია ქართული ოცნება, არალეგიტიმური ხელისუფლება და ამ ფონზე ვხედავთ, რომ ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს, რომლებიც თავს ესხმიან მომიტინგებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არაკავებენ და უფრო მეტიც ხშირ შემთხვევაში მათ ეპიცენტრიდან აცილებენ ხოლმე კორდონის საშუალებით და ესეთი შემთხვევაც გუშინ ვნახეთ ქვეყნის მთავარ გამზირზე. იურისტების თქმით, ეს არის იმის ნიშანი, რომ ახლა ტიტუშკებს მწვანე შუქი აქვთ ანთებული არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან.
მთელი სისტემა ცდილობს, რომ არავინ არ იქნას დასჯილი, ვინც ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე. მაკაჩხრაძის შემთხვევაში აშკარად ჩანს, რომ ამ ადამიანებს აქვს სპეციალური მომზადება გავლილი და ესენი არ არიან კერძო პირები, შესაბამისად ეჭვი მაქვს, რომ ისინი კონკრეტულ კავშირშიც იმყოფებიან სამართალდამცავებთან, მაგრამ მე ამ შემთხვევაში გაკვირვებული ვარ მართლაც ქართული პოლიციით. როგორ შეიძლება, რომ ისინი მივიდნენ ისეთ დონეზე, როდესაც მათ საერთოდ აღარ აქვთ ნდობა, მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი წესიერი ადამიანი მუშაობს პოლიციის შიგნით და მეგობრებო, გაემიჯნეთ ამ ყველაფერს, არ ჩაყვეთ ქართულ ოცნებას აი ამ ჭაობში, გაემიჯნეთ, იმიტომ რომ თქვენ ემსახურებით საქართველოს მოქალაქეებს. ხედავთ სახელმწიფოს, სადაც მშვიდობიან დემონსტრანტებს, აქტივისტებს უზღუდავენ უფლებებს და მათი დაკავების შესაძლებლობას განუსაზღვრელად ზრდიან. მეორე მხრივ ხედავთ ჩვენ ადამიანებს, რომლებიც ესხმიან თავს აქტივისტებს და ისინი დაუსჯელები დადიან ქალაქში. პოლიცია არ მოქმედებს, პოლიცია ამ ყველაფერს ამართლებს იმით, რომ თვითონ სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. ეს არის ცალსახად პოლიციელის გადასაწყვეტი, მაგრამ თუ პოლიციელებმა მიიღეს ასეთი მითითება, რომ სამინისტროში უნდა გადაწყდეს ამ ეგრეთ წოდებული ტიტუშკების დაკავების საკითხი, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთადერთს, რომ პოლიტიკურ დონეზე სახელმწიფომ აუნთო მწვანე შუქი ტიტუშკებს, რომ ისინი გააკეთებენ ხელისუფლების ბინძურ საქმეს და დარჩებიან დაუსჯელები. ახალი ცვლილებები, რაც არის გათვალისწინებული, შეგვიძლიათ ამამად ვთქვათ, რომ მთლიანად არის იმისკენ მიმართული, რომ კიდევ უფრო მეტი ბერკეტი შეიქმნა აქციაზე მონაწილე პირების მიმართ არაკანონიერი ძალის გამოყენების. ცვლილება, რომელშიც გათვალისწინებულია, რომ ეჭვის საფუძველზე შესაძლებელია პირი დააკავონ, შეგვიძლიათ ამამად ვთქვათ, რომ ადამიანის უფლებების უხეშ შელახვას ემსახურება და დაუშვებელია ასეთი ზოგადი ნორმები იყოს ჩაწერილი, რაც რეალურად შესაძლებლობას მისცემს სამართალდამცავებს, რომ მათი სურვილისამებრ შურიზიების მექანიზმი აამუშავონ და ნებისმიერი პირი დააკავონ ამ ნორმის საფუძველზე, რომლის მიმართაც მათი ინტერესი ექნებათ. უკვე 20 დღეა არალეგიტიმური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის მთავარ გამზირზე ჩააქროს ის მუხტი, რაც ხალხში არის, თუმცა ბუნებრივია ეს არ გამოსდით ამ დრომდე, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც დგანან რუსთაველის გამზირზე, ბრძვიან დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელსაც ეწინააღმდეგება ქართული ოცნება. ამ ყველაფრის ფონზე კი ვუყურებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულ დეპარტამენტებს, განსაკუთრებით კი საპატრულო პოლიციას აქვს იმიჯი შელახული და მათ უბრალოდ ხალხი აღარ ენდობა. იქიდან გამომდინარე ეს ყველაფერი, რაც ხდება ბოლო 20 დღის განმავლობაში არა მარტო დედაქალაქში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში საპატრულო პოლიციასაც ისევე როგორც კრიმინალურ პოლიციას თუ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტებს აქვთ ნიღბები და ძალადობენ მოქალაქეებზე.